გამარჯობათ, დღეს ვილაპარაკოთ მხოლოდ სამ სუნამოზე. ანუ მხოლოდ სამი სუნამო რო გქონდეს, როგორ უნდა ავარჩიოთ. დავიწყებ იქიდან, რომ ერთი სუნამო უნდა იყოს ყოველდღიური. ცოტა ციტრუსოვანი, აი ყოველდღე რო დავისხავთ და არ შეგვაწუხებს. და ისეთი, რომ გახვალ სახლიდან, სადაც არ უნდა წახვიდე, იცი რომ დაისხავ. ჩემთვის ეგეთ ყოველდღიურ სუნამოდ ავირჩევდი Louis Vuitton-ის afternoon swims. ჩემს აი საოცარი სუნამო, ყოველდღიური დასასხმელი, ასევე ფრეშია, გრილია, ცივია და შეგიძლია სადაც არ უნდა წახვიდე, ნებისმიერ სიტუაციას მოუხდება და კმაყოფილი დარჩება ყველა. ბიუჯეტურ ვარიანტში სიტყვაზე ვთქვა, თუ არ მაქვს ამის შესაძლებლობა, მაშინ რა თქმა უნდა ავირჩევ Terre de Hermes. Hermes-ი არის ყველა სეზონისთვის, ყველა სიტუაციას უხდება და ვთვლი მე, რომ ეს არის ყველაზე მაგარი სუნამო თავის ფასში. ეს არის ქმნილება და არის უბრალოდ საოცრება. ეხლა რაც შეეხება მეორე სუნამოს. მეორე სუნამო უნდა გქონდეს გამოსასვლელი, ანუ სადმე რომ მივდივართ, სიტყვაზე ვთქვათ, ან საყვარელ ადამიანს ხვდებით, ან რაღაცა ისეთ ადგილას მივდივართ, რომ გვინდა რაღაცა განსაკუთრებულად ჟღერდეს ეს სუნამო, რაღაც შთაბეჭდილება მოვახდინოთ და ისეთი, რომ ყველას მოეწონოს და საოცრება იყოს. ჩემთვის რა თქმა უნდა, ეს არის კლაივ კრისტიანის ჰედონისტი. თქვენ გირჩევდით, რომ რამე სიტყვაზე ვთქვათ, უფრო ბიუჯეტურ ვარიანტში რამე ისეთი სხვა არჩიოთ. აი სიტყვაზე ვთქვათ, შეგიძლიათ Dior Homme Parfum-ი, მაგრამ არ იშოვება. ან შეგიძლიათ არჩიოთ Fidelis-ი, Parfum de Marly-ის Layton ექსკლუზივი, ძალიან კარგი სუნამოა და საოცარი სუნელი აქვს. ანუ ბიუჯეტიდან გამომდინარე უნდა არჩიოთ სამი სუნამო. ანუ მეორე სუნამოზე შევთანხმდით, რომ იქნება გამოსასვლელი განსაკუთრებული შემთხვევებისთვის და ისეთი, რომ რაღაც შთაბეჭდილება მოვახდინოთ. ეხლა რაც შეეხება მესამე სუნამოს. მესამე სუნამო უნდა იყოს ისეთი, რომელიც სიტყვაზე ვთქვათ, თქვენ ხასიათს ხაზს გაუსმევს. ასევე იქნება რამე გამორჩეული ისეთი, რომ არ იქნება პაპსა, არ ესხმება არავის და ისეთი იქნება, აი შენ ხასიათში რო ჩაჯდება და სადმე წახვალ, ანუ ჩასცმის სტილს შეურჩევ და ისეთი იქნება, რომ შენ სტილში ჩაჯდება. ჩემთვის არის Bodycia's Blue Sapphire ეგეთი და ვთვლი, რომ ამ სუნამოს არაფერი არ გავს და არის უბრალოდ საოცრება და ინგლისის პრინცი და დედოფლის ქორწინების წლის თავისთვის შეიქმნა და ძალიან განსხვავებულია. ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენ, რომელიც მოგეწონებათ. ძალიან ბევრი მაგარი სუნამოა, რომელიც შეიძლება ადამიანმა აირჩიოს და ჩაჯდეს მის სტილში. ასე რომ სამ სუნამოს ვირჩევთ, ერთი იქნება ყოველდღიური, მეორე გამოსასვლელი და მესამე აი შენ ხასიათს, რომელიც უხდება. მაგალითად ძალიან მამაკაცურ სუნამოდ, ნამდვილი კაცის ხასიათს უსმევს ხაზს, ეგეთი ჩემთვის არის კიდე Amouage Interlude 53. Interlude 53, როდესაც გასხია, ნამდვილად გემოვნებიანი და ნამდვილი მამაკაცი ხარ. ეს არ არის, რომ ვიღაცა ნაზმა დაისხას. ასე რომ სამი სუნამოთი შეგიძლიათ ააწყოთ კოლექცია, ისეთი, რომ ყველა შემთხვევაში გამოიყენოთ. მაგალითად კიდე Serge Lutens შერკს ვიტყოდი, ყველა სეზონს უხდება, ყველა სიტუაციას უხდება, როგორც გამოსასვლელად, როგორც ყოველდღიურად, ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ დაისხათ. ეგ არის უნივერსალი სუნამო,
რომელიც არც ძალიან ძვირიღირს და ყველა სიტუაციაში გამოგადგებათ. ასე რომ არ არის საჭირო სიტყვებს თქვა გქონდეთ 20, 30, 50 და 100 სუნამო, 3 სუნამოთი შეგიძლიათ დააწყოთ ისეთი კოლექცია, რომელიც გამოგადგებათ ყველა სიტუაციაში. გამოიწერეთ ჩემი არხი, არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა, თან ხშირად გათამაშებებიც მექნება და დავეხმაროთ არხს განვითარებაში. აბა, კარგად ბრძანდებოდეთ.